იყო ძველი ქართული ერთ-ერთი ძველი ქართული ტექნიკის აღდგენა, გაახლება და თანამედროვეობაში გადმოტანა. ანუ აქ არის მდგრადი მოდის მიმართულებაც რეალურად, იმიტომ რომ ის ტანსაცმელი, რომელიც უკვე აღარ მოგწონს და გვიპატარავდა, გაგვეხა, დაიცვით და შეგვიძლია მისგან პატარა ნაწილი ამოვიღოთ და რაღაც სხვა ქსოვილთან მიკერების საშუალებით ახალ ქსოვილად გადავაქციოთ, ახალ შესამოსლად გადავაქციოთ, ახალ დეკორად გადავაქციოთ ჩვენი სახლისთვის. ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ სააგენტო, რომელიც არის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, მხარდაჭერა და მოგცა საშუალება იმის, რომ ეს 12 ქალბატონი, რომელიც გამოცხადებული ტესტების მიხედვით შეირჩა, მოგვიყვანა სახელოსნოში და რაღაცა დონეზე დაგვესაქმებია. მე მგონი ძალიან გაამართლა ნახავთ ნამუშევრებს 21-ში გამოფენაზე. ქართულ ქალბატონებს აქვთ მიდრეკილება ხელსაქმისადმი. ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქსოვილებისგან შედგება, აწყობა დიდი ქსოვილის. მაგრამ ძალიან კარგად გაართვეს თავი. პროცესის თანამონაწილე და ერთ-ერთი მოსწავლე მე თვითონაც ვარ და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ვორქშოპები, შევისწავლეთ სხვადასხვა ტექნიკები, ქვილს აქვს ბევრი სხვადასხვა ტექნიკა, რომლის გამოყენებას გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევქნათ სხვადასხვა ფორმები, ორნამენტები და ეს გამოვიყენოთ მრავალმხრივად, როგორც ინტერიერის დეკორისთვის, ასევე ტანსაცმლის გასაფორმებლად. ამ პროექტის შესახებ გავიგე სოციალურ ქსელიდან და ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ქულთის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად არასოდეს არ მქონია შეხება. როგორც კი აღმოვჩნდი ამ პროექტში და პირველივე დღეს ისეთი საოცარი შთაბეჭდილება მქონდა, იმიტომ რომ დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო, პროფესიონალიზმი პირველივე დღეს ჩანდა, იმიტომ რომ მარტივად ავიცვისე აბსოლუტურად ყველაფერი, შრომაწევადი იყო, მაგრამ პროცესის დროს არ ვიღლებოდი. ძალიან გამოყენებადია, იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამომადგება პირადად მე. სხვადასხვა ნაჭრებისგან და ნარჩენებისგან შეგიძლია თუნდაც ნამუშევრების შექმნა ისეთის, რომელსაც მაგალითად მე პირადად ჩარჩოში დიდი სიამოვნებით ჩავისვამ და დავიკიდებ სახლში. და რა ვიცი, ესე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვარ.